სამებით შემოხმის კვლავგანაც ინფორმაციებმა მინუსის დაყოლეს მომხდარზე დაყოლეთ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ განათლების საკითხებზე, მოიხსენება ძალიან მნიშვნელოვანი არის განათლება და ეს არის რაც უწყობს შემდგომ პროფესიონალი კადრის ჩამოყალიბებას, მოქალაქის სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობის შეერთების ჩამოყალიბებას ადამიანში. სწორედ ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის თუმეტეს ახალგაზრდობისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი ქალბატონი მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამოსახეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუ შეიძლება მარიამ, მიამბეთ და მოგზაურეთ ჩვენს აუდიტორიას. რა საგანმანათლებლო ინიციატივებიც ცვლილებები მუშადება ამჟამად საქართველოს პარლამენტში? სიამოვნებით, პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი აქტიური ჩართულობისთვის და ინტერესისთვის, რომ გაშუქდეს კომიტეტის საქმიანობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის ნორმატიულ პრიორიტეტად არის აღიარებული განათლების სისტემის დახვეწა, სისტემური რეფორმები და ჩვენ ბოლო წლის მანძილზე პრაქტიკულად ნოემბერში ხდება ერთი წელი პირველი საპარლამენტო მოღვაწეობის, რომლის ფარგლებში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. ჩვენ ბიუჯეტის რა წილი მოდის მაგალითად განათლებაზე და თქვათ თქვენ რომ პირველ ადგილზე არის ხო ნორმატიული პრიორიტეტია. ბიუჯეტის რამდენი ადგილზე ბიუჯეტი უნდა წოდება პროცენტულად, აი განათლებას ამის გამოცო ყველაზე მეტი პროცენტული წილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის გარემოების პროცესში ინვესტმენტის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი ეხება უკანასკნელ სოციალურ აღავლებულებს, ჯანდაცვის პროგრამებს, ინფრასტრუქტურის გამაჯერებელი პროგრამებს. პროცენტული თანაფარდობი შეიძლება არ იყოს პირველ ადგილზე, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ხედვა გახავს სწორედ ის, რომ ყოველწლიურად განიზარდოს განათლების სისტემის ბიუჯეტი და ჩვენ არა მხოლოდ ფინანსურ რესურსებში ავსახოთ, არამედ სისტემურ რეფორმებში, რომელიც რეალურად ხელმისაწვდომს გახდეს ხარისხიან განათლებას. ხელმისაწვდომის თვალსაზრისით, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ჩვენ ამ ტრადიციებს ვაგრძელებთ და უნივერსალური ჩართულობა უკვე არსებობს ზოგადი განათლების სისტემაში, აბსოლუტურად ყველა ბავშვს კონსტიტუციით და შემდგომ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით გარანტირებული ხელმისაწვდომობა სასკოლო განათლების. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სკოლამდელი ასაკის განათლება, მოგეხსენებათ, რომ უფასო გახდა მშობლებისთვის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში სწავლა და ამ კუთხით გვაქვს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯები. მხოლოდ თბილისში 11,000-ზე მეტი ბავშვი გადის უკვე საბავშვო ბაღებში და 25 ახალ საბავშვო ბაღს ჩაეყარა საფუძველი ბოლოს 3 წლის მანძილზე. უშინათ სამგორის რაიონში გავხსენით პირველი საბავშვო ბაღი, ახალი საბავშვო ბაღი და დღეს 71-ე ტრადიციული სკოლის ახალი აბსოლუტურად თანამედროვე და ადაპტირებული შენობის გახსნის წარწერით ნაშრომების განვითარება. ჩვენ ვსაუბრობთ განათლების საყოველთაოდ მისაწვდომობაზე. ძალიან საინტერესო იქნებოდა რომ ვისაუბროთ ასევე რა ენაზე იღებენ ფორმალურად განათლებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება სიტუაცია, როდესაც მათ სახელმწიფო ენა არ იციან სკოლის მოსწავლეებმა და სახელმწიფოები ამ შემთხვევაში ქართულად მიმდინარეობს თუ არა სწავლა, ფორმალურად მაინც თუ როგორ ხდება თუ სახელმწიფოების მათ შობილების უნივერსიტეტად თუ ეთნიკური უმცირესობების განათლების კუთხით გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება და შედეგი. პირველ რიგში აღნიშნავდა სასიხარულოა, რომ ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რაიონების მასშტაბით ყველაზე მჭიდროდ გვაქვს დასახლებული ეთნიკური უმცირესობის მოსახლეობა. უკვე მნიშვნელოვნად გამოჩოდეს და სახელმწიფო ენის ქართული ენის სწავლება არა მხოლოდ განათლების სისტემაში, არამედ საჯარო მოხელეობის სისტემაში, შორის ულაპშვანია სკოლა, მოგეხსენებათ, რატამიმატებას მუშაობს. მუშინქონდეს შეხვდა მარნეების
სკოლის დირექტორებთან და აღფრთოვანებას ვეძღვალავ იმ ძალისხმევისთვის, რაც კეთდება ქართული ენის შესწავლის თვალსაზრისით. ეს სწავლება ქართული სახელმძღვანელობით ხდება. ფორმალურად არის როგორც ქართული სახელმძღვანელო, ასევე არის ინგლისურის ენაზე სახელმძღვანელოების. ქართული მხარეს არქმნის იმას თუ იმ შესაბამისი ქვეყნიდან ჩამოდის. განათლების სამინისტროს კოორდინაციით ხდება თითოეული სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელიც ზოგადი განათლების ან განათლების ნებისმიერი სისტემისთვის არის უზრუნველყოფილი. აქ ვიდეოთ, რომ ძალიან საინტერესო პროექტი მიმდინარეობს კულტურული სკოლის სწავლების თვალსაზრისით, მაგრამ საშუალება რომ მათ მშობლიურ ენაზე ჩააბარონ გამოცდები და შემდგომ გაძლიერებული ქართული ენის ამ სახელმწიფო ენის სწავლები განაგრძონ პროფესიული სწავლები. უმაღლეს სასწავლებლებშიც ეს 4+1 პირველი წელი ეთმობა ქართული ენის სწავლებას და მათ შესწავლენ პროფესიული სწავლები. ძალიან საინტერესოა ჩვენ სტუდენტური მოძრაობის ფონზე რაღაც გარკვეული მოთხოვნები ჰქონდათ უკვე უმაღლეს განათლებაში შესახებ განმარტოს რაღაც ცვლილებების თაობაზე. რაც ცვლილებები მართლაც შევიდა და ვთქვათ რა რომელი იდეები და ასე შემდეგ იქნა გათვალისწინებული და თუ არ იქნა რატომ ამაზე ვსაუბრობთ. აღნიშნული კანონის მიღების პროცესი არ არის დასრულებული. ჩვენ პირველი მოსმენით, საკომიტეტო პლენარული მოსმენით მივიღეთ ცვლილებები უმაღლეს შემოთავაზებულ ცვლილებს ხარი დაუჭერა საქართველოს პარლამენტმა, მაგრამ მე ალბათ გავსვათ, რომ პოლიტიკური შემადგენელი, ვთქვათ, შემადგენლის ასოცირება მოხდა ამ პროცესთან და ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ იმისთვის, რომ თავისუფალი იყოს აღნიშნული კანონები, ძალიან მნიშვნელოვანი კანონები პოლიტიკური შემადგენლისგან, მე გადავწყვეტი აღნიშნული კანონების განხილვა ჩვენი მონიტორში განვაახლეთ ამ თემაზე საუბარს. კანონები მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას. პირველი გახლავთ სტუდენტმა თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობები უნივერსიტეტების მართვის პროცესებში, როგორც ფაკულტეტის საბჭოებში, ასევე აკადემიურ საბჭოებში. ასევე დაფინანსების ფინანსური რესურსების ცოდნის თანაბარი და გამჭვირვალე შესაძლებლობა შექმნა, რაც პირდაპირ უკავშირდება სტუდენტური აქტივობების და მათი ჩართვის შესაძლებლობების გაზრდას. ის რომ ხურდაღოს სტუდენტებთან თვითმმართველობას არ ქონდეს უფლება, რომ იგივე დაფინანსება მოიპოვოს, ან დაფინანსების მოპოვის სანქციები გამოახდინოს, ეთქვა რაღაც რეკომენდაციები და ასე შემდეგ, ხო, ის იგულისხმება. იცით, არსებობს პრაქტიკა ძალიან ქვეყანაში სტუდენტური თვითმმართველობის, თუმცა ჩვენთან არსებული პრაქტიკა მათერია რომ მოითხოვს დახვეწას და სწორედ აი ამ პროცესების დაფუძნებიდან იყო მიმართული აღნიშნული კანონების ცვლილება. გარდა ამისა, სიამოვნებიდან აღნიშნა, რომ წელს უკვე შემოდგომაზე იწყება პილოტის ფაზით ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანება უმაღლეს სასწავლებლებში, რომელიც შესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და მომდევნო 4 წლის მანძილზე საქართველოს მასშტაბით ავტორიზებული და აკრედიტებული ყველა უმაღლეს სასწავლებლთა შესაბამისი პროგრამები ხელახლა გაიგებს შემოწმებას და ამ ავტორიზაციის სტანდარტებში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ სტუდენტების ჩართულობის ელემენტი, რომელიც მიუახლოვებს ჩვენს პრაქტიკას ევროპის წარყვანებას. მიგაჩნიათ რა ასპექტი საგამოძიებო რეფორმისა არ მუშაობს, ან რა შეცდომები იქნა დაშვებული, სად არის ჩავარდნები, ასე ვთქვათ, რაღაც რა არის უარყოფითი ამ პროცესის, რა არის გვერდითი მოვლენა ამ პროცესის. ზოგადად განათლების სისტემის მთავარი მიზანი არის კვალიფიციური ადამიანური რესურსის, ადამიანური კაპიტალის შექმნა ქვეყნისთვის. ჩვენ თუ გვინდა ქვეყნის აღმშენებლობა და თუ გვაქვს პრეტენზია, რომ უნდა განიზარდოს ეკონომიკური დოვლათი, რომელიც აისახება თითოეულ ოჯახზე საზოგადოებაში, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს კვალიფიციური კადრების მომზადებას. საერთოდ ითვლება, რომ ქვეყნების ეკონომიკური დოვლათის 2/3 სწორედ კვალიფიციური ადამიანური კაპიტალით არის განპირობებული. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სამუშაო დარჩენილი ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით
როგორც ზოგადი, ასევე უმაღლეს პროფესიული განათლების სისტემებში და ამ კუთხით ავტორიზაციის ახალი სტანდარტები იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება და ასევე როდესაც მეცნიერებას ეხება, ჩვენ ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ჩავარდნა ხარისხობრივი სწორედ მეცნიერებაში. ჩემი სუბიექტური მოსაზრება არ მაქვს, ფუნდამენტური კვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ სადოქტორო ნამუშევრების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში შესრულებული საქართველოში ვერ გაუძლებს სასუსტ კრიტიკასაც კი, კოლეგიალურ შეფასებებს და ვერ გადაახავს იმ სტანდარტებს, რომელიც არის ჩვენთვის სამაგალითო ქვეყნებში. ამ კუთხით ძალიან ბევრი ინიციატივა არის დაწესებული და ჩვენ კიდევ უფრო აქცენტებს გავაკეთებთ ხარისხობრივი ნაშრომების მაგალითისთვის ფილოლოგიაში უმაღლეს განათლებას შევხედებით, ჩვენ ვკითხავთ განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით, რომ შეიცვალოს ფინანსური სისტემა უმაღლეს განათლების სტუდენტების უნივერსიტეტის სტუდენტების. თუკი დღეს ეს სისტემა უნდა იყოს უფრო მოკლილი და რეალურად ქმნიდეს мотиваციის ჯანსაღ პირობებს სტუდენტებისთვის. დღეს არსებული სისტემა ათასობით ბავშვს აღწევს საშუალებას, რომ ფინანსური რესურსების გარეშე მიიღოს სწავლა, მაგრამ არ ტოვებს შესაძლებლობას, რომ ყოველწლიურად წარმატებულმა სტუდენტებმა შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება. დღეს თუკი სახელმწიფო გრანტის დამტკიცება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგებით, პრაქტიკულად 4 წლით არის გარანტირებული დაფინანსება და мотиваცია სტუდენტებს არ რჩება, რომ მათ შეინარჩუნონ. რატომ სტიპენდია შეიძლება იყოს, თქვათ ასეთი мотиваცია და ეს ტიპის ნესლის, რასაც გულწრფელთ, იმიტომ რომ ვიცი ეს თემა იყო განხილვაში, მეც გამიგია, რომ თქვათ ყოველწლიურად მოხდეს რაღაც შეფასება სტუდენტისა და გრანტის გადამოწვა, მაგრამ ხომ არ გამოიწვევს ეს რაღაცა შიდა საუნივერსიტეტო თქვათ კორუფციის საშუალებას ხომ არ გააჩენს, იმიტომ რომ თქვათ იგივე ეროვნული გამოცდებიც იმიტომ იქნა შემოღებული, რომ თქვათ უნივერსიტეტის თუ სკოლის ხელიდან ეს გავლენა და ძალაუფლება, რომ სტუდენტის თქვათ ქულით რაღაცებზე გავლენა მოახდინა, რომ ეს ძალაუფლება გადასულიყო უფრო უნიკალური და ცენტრალური თქვათ ორგანოს ხელში. აი ამას ხომ არ შეუშლის ხელს და რაღაც კორუფციის თვის ხომ არ გააჩენს თქვათ საბაბს. რისკები აბსოლუტურად ყველა რეფორმის და ყველა სისტემას უკავშირდება, მაგრამ განათლების სისტემაში განსაკუთრებით უმაღლესი განათლების ეტაპებში ძალიან მნიშვნელოვანია ავტონომიის პრინციპის პასუხისმგებლობა. ერთიანი ეროვნულმა გამოცდებმა პრაქტიკულად 10 წლის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა სისტემაში, მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერი რეფორმა და ნებისმიერი პროცესი უნდა დახვეწას. ამ ეტაპზე სახელმწიფო დაფინანსება იმისთვის, რომ იყოს უფრო ხარჯ-ეფექტური, იმისთვის, რომ 40% პრაქტიკულად ბავშვების და სტუდენტების უკვე აღარ რჩებოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრების მიღმა, სწორედ ამ არასწორი мотиваციის გამო შეინარჩუნოთ წახალისების სწორი ფორმები, დამატებით სტიპენდიებთან ერთად, თუნდაც კოდაც აღნიშნეთ, ამისთვის არის საჭირო აღნიშნული პროცესის გადახედვა. აქვე კიდევ ხარისხობრივ ასპექტებში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, მეცნიერებისთვის საერთაშორისო ცნობილ და პროფესიული მიმართულებების თვალსაზრისით შესაბამის საერთაშორისო პუბლიკაციებში უფრო აქტიურ მონაწილეობას, რაც შექმნის კრიტიკულ მასას ხარისხიანი პროდუქტის განათლების სისტემაში. ჩვენ დროში საკმაოდ შესაძლებელი ვართ და გადავიდეთ უკვე უმაღლეს განათლების საფეხურზე ინკლუზიას და ინკლუზიურ განათლებას. ვიცით, რომ სკოლამდელ განათლებაში და სასკოლო განათლებაში დაიწყო რაღაც რეფორმები და მცდელობები უკვე ინკლუზიური განათლებისკენ, ანუ შემოკითხა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაციის კუთხით, იგივე პროფესიულ განათლებაში, პროფესიულ სასწავლებლებში. ხედავთ, რომ უმაღლესი სასწავლებების დონეზე დღემდე პოლიტიკა მსგავსი არ არსებობს.
როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა სახელმწიფო მისთვის, რომელიც პოლიტიკა შეიქმნას დაინერგოს, რომ იყოს რაღაც ინსტიტუციური მეხსიერებები თუნდაც უნივერსიტეტებში იმ კუთხით, როგორ არის შესაძლებელი, თქვათ, შშმ სტუდენტისთვის თანაბარი შესაძლებლობის შექმნა, რომელიც არ იყოს მხოლოდ რაღაც ინდივიდუალურ დონეზე თითოეულ სტუდენტთან, რომელსაც ასევე არ აქვს მსგავსი ადაპტირების გამოცდილება, რომ პირველად მოდის უნივერსიტეტში, რათა ამ სტუდენტებისთვის მოხდეს უკვე ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა. სიამოვნებით არა მარტო გეტყვით, რა შეიძლება გაკეთდეს, არამედ შემიძლია დაგიგასტურო, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინგლისური განათლების კუთხით კომიტეტში უკვე გვაქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შეხვედრები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა მშობლებთან, ასევე სტუდენტებთან და გვაქვს პირველადი მონახაზი იმ საკანონმდებლო ინიციატივებისა, რომელიც უნდა განხორციელდეს საბავშვო ბაღებიდან დაწყებული უნივერსიტეტების ჩათვლით. გეთანხმებით, რომ 7,000-მდე მოსწავლისთვის ინგლისური განათლების შესაძლებლობის შექმნა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი შედეგი სკოლების დონეზე. ასევე გვაქვს დაახლოებით 700-მდე სტუდენტის ჩართულობა პროფესიულ სასწავლებელში, თუმცა ეს არ არის საკმარისი და უნდა გაიზარდოს. უმაღლესობის დონეზე პრაქტიკულად საკანონმდებლო დონეზეც ბაზისური ინფრასტრუქტურის სტანდარტის გარდა, რომელიც თქვათ ბაზისურ ანდრესების ინფრასტრუქტურას მოიცავს ძირითადად და დაკავშირებით არაფერი არ გაკეთებულა. სწორედ ამ კუთხით ჩვენთან უკვე მომზადებულია სამუშაო დოკუმენტი, რომელიც წლის ბოლომდე უკვე საკანონმდებლო ინიციატივით იქნება ჩამოყალიბებული, რომელიც უნივერსიტეტებს მოსთხოვს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ბაზისურ ადაპტირებას, არამედ უნივერსალურ ადაპტირებას, ყველა ტიპის სპეციალური საკანონმდებლო საჭიროებების შემთხვევაში სტუდენტს ჰქონდეს საშუალება მიიღოს შესაბამისი განათლება, იყოს დამოუკიდებელი სასწავლო გარემოში და ამ კუთხით ძალიან კარგი სიახლეები გვექნება ჩვენ უკვე მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე. წინაშე შემოწირთებით სხვადასხვა მიმართულებით მუშაობთ, ასევე იგივე უსინათლოთა მიერ ხელმოწერის საკითხზეც, რომ უსინათლო ადამიანებს ხდებოდით და ამ საკითხებზეც მქონდათ რაღაც განხილვები. შეიძლება ამაზე ვთქვათ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორ დარეგულირდება ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე, რომ უსინათლო შეძლოს დამოუკიდებლად ხელის მოწერა ნოტარიულ დამოუკიდებლობის თქვათ გარეშე და ასე შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით, როდესაც მომართეს მე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მქონდა შეხვედრა ორგანიზაციასთან სავსებული, რომელიც მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე, და ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა თუ როგორ შეიძლება მხედველობის დარღვევის მქონე იდეებს მიეცეთ გილსაბანკო გადარიცხვებში ხელმოწერის უფრო მარტივი დადასტურება. ეს სახელმწიფო სტრუქტურებშიც და ამასთან დაკავშირებით მე მინდა გადადასტუროს კიდევ ჩემი კოლეგის ირაკლი დაშიფერაიას მსაუბრა, როგორც კი იქნება მოსაჯებული სამუშაო დოკუმენტი ჩვენ ველოდებით საკანონმდებლო წინადადების პაკეტს და სიტუაციურ ანალიზს. ეს არასამთავრობოების განხორციელება. ჩვენ მქონდა შეხვედრის დროს შევთანხმდით, რომ ის საკითხები, რომელიც წარმოიშვა, მოითხოვს ცოტა მეტ ანალიზს, უფრო მეტ რეალიზაციას და ჩვენ საერთოდ მოვიდი სამუშაო შეხვედრის წესიც უკვე სამუშაო დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი და ჩვენ მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე იქნება შეჯერებული დოკუმენტები, გავიწყებთ მუშაობას როგორც იუსტიციის სამინისტროსთან, ასევე საბჭოთა სექტორთან. და რა განმარტებები აქვს, ანუ ამ წინადადების შემუშავებას, რატომ თქვა არის ის რთული? მე არ ვფიქრობ, რომ არის არსებითი პრობლემები, აქ არის მე ვფიქრობ, პოლიტიკური მხარდაჭერის დეფიციტი არსებობდა აღნიშნულთან დაკავშირებით და სიამოვნებით მინდა დაგიდასტუროთ, რომ პირდაპირ ჩემი კოლეგები ეცდებით აღნიშნული საკითხის ძალიან მაღალი დარღვევას.
ჩვენ რა შეიძლება ისე რომ დავასრულოთ ეს გადაცემა, რომ აკითხოთ თქვენს უკანასკნელ ვიზიტზე გაეროში და იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდა ამ ინოვაციური დაფინანსების ფონდის თავმჯდომარე დროებით, გაეროს ფონდი არის ეს როგორც ჩემთვის არის ცნობილი და თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ამ ფონდში. თუ შეიძლება გვიამბეთ ამ ფონდის შესახებ, რა მიზნები და ამოცანები აქვს და რას ნიშნავს საქართველოს თავმჯდომარეობა, რა შედეგები ექნება ამას საწინააღმდეგო. პირველ რიგში აღნიშნავ ეს არის ფონდი, ეს გახლავთ ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდინო, რომელიც გახლავთ რატიციზმში საფრანგეთის საგარეო საქმეთა ბაზაზე, სამინისტროს ბაზაზე და რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების შემსვენებლებენ როტაციული პრინციპით. წელს 2018 წლის დეკემბერში ჩვენ ვიყავით ეს ყვავილი, რაც ნიშნავს ინოვაციური დაფინანსება ზოგადად. მოგიხსენებათ, რომ გრადი განვითარების პროგრამა, რომელიც 2030 წლამდე არის გათვლილი, მნიშვნელოვან 17 მიზანს და 169 კონკრეტულ ამოცანას მოიცავს და მთლიანად 2030 წლის პროგრამის შესრულებისთვის არის წინასწარი გათვლილი, რომ 27 ტრილიონი დოლარის დეფიციტი არსებობს საშუალო და დაბალი შემოსავლის პროექტებში. ეს დეფიციტი ითვალისწინებს არსებულ სახელმწიფო დაფინანსებებს და დონორულ დაფინანსებას მსოფლიო მასშტაბით. მაგრამ რამდენადაც ეკონომიკა არის გლობალიზაციის ეპოქაში, გლობალური ეკონომიკის შესაძლებლობებით, ისეთი მიდგომებით, რომელიც მაგალითად ლიმიტების შემთხვევაში განხორციელდა თვითმფრინავების ბილეთებში მცირე დონაციების ინტეგრაცია და ლიმიტები პროგრამა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა 3 მილიარდ დოლარზე მეტის მობილიზაცია მოახდინა. შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის სამკურნალო წამლების დაფინანსებაში მსგავსი მიდგომებით ჩვენ შეგვიძლია გლობალურ დონეზე ახალი ინიციატივების ავტორები გახდით, საქართველო წარმოჩინდეს გლობალურ დიალოგში და შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი 2030 წლის გრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. რატომ შეჩერდა არჩევანი საქართველოზე? მოგიხსენებათ 2014 წელს ჩვენ საქართველოს სოლიდარობის ფონდი ჩამოვაყალიბეთ სწორედ ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა, რომელიც შეძლო ქვეყნის მასშტაბით უკვე 10 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება და პრაქტიკულად არ დარჩენება სიმსივნით დაავადებული ბავშვი და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდა, რომელსაც არ მიიღოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება ამ ფონდიდან. შეგვიძლია 2015 წელს საქართველომ სოლიდარობის ფონდის ინიციატივით უმასპინძლა სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმს, რომელმაც მიიღო მასშტაბური რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ქვეყნის ეროვნულ დონეზე, რეგიონალურ დონეზე და გლობალურ დონეზე გაუმჯობესდეს ინოვაციური დაფინანსების ფინანსური რესურსების მობილიზაცია. სწორედ თბილისის ფორუმის რეკომენდაციებით, სწორედ საქართველოს სოლიდარობის ფონდის განმარტებით, საფრანგეთის მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემდგომი პრეზიდენტობა გლობალური სამფინანსო ექნება სწორედ საქართველოს და ჩვენ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ მრჩეველთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობა გაჩნდეს გლობალურად, როგორც ჯანმრთელობის, განათლების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემის გადასაჭრელად და მათ შორის საქართველოს წარმოჩინდეს როგორც ერთ-ერთი ანუ დაფინანსებელი არის საფრანგეთის სახელმწიფო და არა გაერო და გაერო უბრალოდ მაკოორდინირებელი ორგანოა, ხო? დაფინანსების წყარო ამ ეტაპზე გაერო გახლავთ გაეროს ფორმატში ხორციელდება ინოვაციური დაფინანსების სამდინოს მუშაობა, დაფინანსების წყაროების დამატებითი ინიციატივების შემუშავება და გაეროს ფორმატში აღნიშნული ინიციატივების წარმოჩინება იქნება სწორედ ჩვენი მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები თბილისის ფორუმიდან, რომელიც უკვე გაეროს მაღალი დონის სამიტებში და არა მხოლოდ გაეროს სისტემაში, იგივე ევროპის ქვეყნების, დიდი ოცეულის ქვეყნების ფორმატებში, დავოსის ფორმატში იქნება დამტებია. თქვენ როგორც პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარეს, რამდენად
თქვათ ხომ არ შეგეშლებათ ხელი ან აქეთ ან იქიდან საქმიანობა ალბათ გარკვეულ დატვირთვასთან არის ასოცირებული ამ ფონდის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. რამდენად თქვათ შესაძლებელი არის რომ თქვენს ორი ფუნქცია შეითავსოთ? მე ვფიქრობ კიდევ ჩემი კარიერის მანძილში შეიძლება გადადასტუროთ რომ ხშირად მიწერდა სხვადასხვა საპატიო თანამდებობების და ასე ვთქვათ წარმომადგენლობის შეთავსებადაც მხოლოდ აფართოებს შესაძლებლობას არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირისთვის, არამედ ქვეყნისთვის სოფლიურად იქნეს წარმოჩენილი. ამ შემთხვევაში ყოველდღიური მუშაობისთვის ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება მიმდინარეობს გაეროს სისტემასთან, რომ დამეტებითი საკადრო რესურსი იყოს აყვანილი, რომ სწორედ საკანონმდებლო საქმიანობაში ყოველდღიური დატვირთვა იყოს მნიშვნელოვანი და ჩემი მთავარი მოვალეობის შესრულებაში მომენტებია შეშესრულება. ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება სამწუხაროდ, თუმცა სანამ დავასრულებთ, შემიძლია აკითხოთ, რადგან აუდიტორებს ყოველთვის აინტერესებს ესეთი ტექნიკური საკითხებიც. პარლამენტის წევრებს თქვათ, რა პრივილეგიები აქვთ, ხო იგივე ნახეთ, რომ პარლამენტის წევრს ყველას ყავს აქვს თავისი თქვათ კაბინეტი, რამდენად ყველას ყავს დაცვა თუ კონკრეტულ თანამდებობის პირებს, თუ რიგით პარლამენტის წევრებსაც, იგივე პირადი მანქანები, თქვათ, ვის ემსახურება და ვის არა, ვის ყავს დამატებით შტატი, ასე თქვათ, აპარატი მეტნაკლებად, ხო, რომლებიც ეხმარებიან საქმიანობაში, ეს რიგით ყოველი პარლამენტის წევრს აქვს თუ კომიტეტის თავმჯდომარეს მოადგილეებს ასე შემდეგ. ძირითადი პრივილეგიები არის განსაზღვრული პარლამენტის რეგლამენტით, რომელიც არეგულირებს როგორც სტრუქტურას აპარატის, ასევე აპარატის შემადგენლობას, დამატებითი პრივილეგიებს, რომელიც აქვთ პარლამენტის წევრებს. პირველ რიგში მინდა დაგადასტუროთ, რომ ჩვენთვის პარლამენტის წევრობა არის პრივილეგია მხოლოდ იმ კუთხით, რომ არის უდიდესი პასუხისმგებლობა საზოგადოების მხრიდან. რაც შეიძლება პირად დაცვას ის გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარისთვის განსაზღვრული ასევე იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც გარკვეული ობიექტური საფუძვლების გამო მხოლოდ მიმართავენ აპარატს, გარკვეული ის ფაქტორები არსებობს დამოკიდებული. პირად მე ავსარგებლობ და იგი იმედობს, რომ არც მექნება, არც განიჭდება ამის აუცილებლობა. თითოეულ კომიტეტს, რაგობი კომიტეტს ყავს თავისი აპარატი, რომელიც ემსახურება კომიტეტის წევრების საქმიანობის ხელშეწყობას. ეს არის განსაკუთრებით განსაზღვრული რეგლამენტი, ასევე შესაბამისი ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ხელს უწყობს პარლამენტში თავისი საქმიანობა შეასრულოს საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად. განსაკუთრებული პრივილეგიები დამარცხნეთ, რომ არ არის ბევრად უფრო მეტი პრივილეგიები არსებობს კერძო სექტორშიც, საერთაშორისო ორგანიზაციების განაპირობებული გადაწყვეტილებებით შეგვიძლია დაგიდასტუროთ და ძალიან ბევრმა ჩემმა თანაგუნდელმა გადაჭარბების გარეშე, ასევე პირადად მეც აბსოლუტურად ნიშნის მოგებით ამას არ აღნიშნავ. მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავედით სამუშაო გარემოს და თუნდაც კომფორტის თვალსაზრისით, რადგან იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ეს არის ყველაზე დიდი პრივილეგია, რადგან გაქვს საზოგადოების ნდობა, გაქვს შესაძლებლობა, რომ უკეთესობისკენ შეცვალო შეიყვანა და შემდგომ დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო 3 წელი, რომელიც არის დარჩენილი ჩემი ხელოვნების პერიოდში, პირველ რიგში სამგორის მოსახლეობისთვის, ჩემი სამუშაო დაგავიწყდით და შემდგომ რადგან ხვდა პატივად განვითარების მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეობა ამ დარგებში იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების ეტაპი, მნიშვნელობის და განვითარების ასპექტს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მარიამ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვთქვათ უყუროთ ყველასთან აღმოჩნდა შესაძლებელს მადლობა და გადაცემის ყურებისა და მოსმენისთვის. შეგიძლიათ ჩვენს გადაცემას ფეისბუქზე უყუროთ, რადიო შემოქმნის ვიდეო დაიწეროთ ამგვარზე, ასევე შეგიძლიათ მოусმინოთ მას SoundCloud-ზე.
ჩვენ კი ორი კვირის განშტოებით ნახავთ.